ეს არის პატარა საქართველოს მოდელი, აბსოლუტურად ყველა კუთხიდან ვარ გადმოტანილი, თაგვაკლია, ხევსურეთი და შავი, დანარჩენი ყველა კუთხეა გადმოტანილი და არის აი ნუ უბრალოდ საქართველოს საათნახევარი სასწაულად ჭირდება თლიანად მუზეუმის დათვალიერებას და შემოიქმნიან საქართველოს. აგვაქვს სახლები, რომელიც არის მე-18 საუკუნის და გვაქვს ერთი მე-19 საუკუნის ერთო გვირგვინიანი გადახურვით, ჭაჭკარი არის, იქ სამხრეთ საქართველო არის, ვარძია იქიდან გადმოტანილი. ნუ აი ნახავთ იმ სახლს, აქ დაბლა არის, რომლის აი მშენებლობა ამ ერთო გვირგვინის არის შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სტატუსი მიენიჭეს, როგორც აი მშენებლობას. ამ ძეგლს კი არა, უბრალოდ ესა თელიანი სოფელი. ეხლა იქიდან ავარ მე წარმოშობილი. ხო, ყარაღაჯარი. დემეტრაშვილი ვარ ხო არა? უი, აი დემეტრაშვილების დარბაზი არის აი ეს. რა გეღირსა ლიაკო? შენი დარბაზი ყოფილა. ერთო გვირგვინიანი. ხო? დათვალე სასახლის მეთვალყურეთ. გამარჯობათ. ძალიან მაგარი თანამშრომელი, სამაგარითო თანამშრომელი და რა ვიცი, აი რა, ნეტა ყველა ესეთი სასიამოვნოა. ხილად თავი არ მივარ. აი დედაბოძი. ხო, ესეთი სახლები მესხეთში. აჰა. გეკნა. აი ზუსტად არის გადმოტანილი. აი აქ მაგ ფოტო გადაჭიქრე. ეს ღიარო. აი ნახეთ, აი ეს არის ერთო გვირგვინი. აი ნახეთ. აი ეს. როგორი ისა. დუღაბი არის გამოყენებული, აი როგორ დალაგებულია. ეს სახლი არის თლიანად დაშლილი და გადმოტანილი თავისი ავთენტურობის სრული დაცვით. დანეულილი ქვები და მერეზე ვაკეთებ. ზაზა მშობლიურ მხარეს ხარ, ხო? აი ეს. იქიდან შეგვიძლია ჩვენ შესვლა. უი, აქეთ. თუმცა გადამული. ხო. კერი რო შემოესეოდა. ხო. ხო, აი აქედან ხდებოდა ოჯახის გახიზნა მეორე სახლში. აქედან გახიზნავდა, იქიდან მე ქვებით ხერგავდა ამას, რომ ვეღარ გაიყიდა. ეს გადავიდა მეორე სახლში, მე მესამე სახლში და მე ტყეში. აუ რა მაგარი. ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილად გადაყვანა. ხო. პატარა ოთახები. კი ბატონო. თავი არ ბებიაშენი? ესეთი? ესეთი აი როშან შეdaistra აი შემოვიდა აი შეფებოდა მათი გაყვანა. აი, ნახეთ წყალი. ამის დასახლება გვერდზე. მე კიდე გვერდზე. რა თქმა უნდა და ამას მე ქვები ჩახერგავდნენ და პერიოდს. დაგისხარ? აბა და იმედია საგრძელო საქართველოს. ამას ნახე რა მოუტანე. ღვინო მოიტანე? კონიაკი. დაანათლე შენ რა, დაანათლე. მართალია დემეტრაშვილების საგვარეულო და მიდოდა სადღეგრძელო თქვა, მაგრამ იყო ეს ხუსიშვილების საგვარეულო. ეს საქართველოს გაუმარჯვა. საქართველოს. გარჩენებული ყველა გაიხარე. საქართველოს გაუმარჯვა. ჯოს! ესე დაგვეცავ. აბა შემდეგი წას. ჩვენ მიწაწყალს გაუმართ. ჯოს! აბა შემდეგი. ორი. გაუმარჯოს. შემდეგი ვინდა? აი ესეთ ხო შეიძლება მაღალი გაიკეთებინა. ხო. და რატო არის თუ დაწიო თავი და შემოხვიდე ხო? აი ხელა დერეფანია გამოსავლელი. ნუ ესეთი ეთნოგრაფიებისგან მე არქეოლოგიურ ეთნოგრაფი არ ვარ. გადმოცემით ვიცი რომ ჯერ პირველად არის სახლის პატივისცემა და თავის და მეორედ ესეთი როცა მტერი შემოვა ეს წაგებულ პოზიციაში ეს არ მოხრილი მეთქალში და შეხვდებია გამართული და მარტივად გაუმკლავდა ის მოხრილია და მას ბრძოლა უჭირს და ამიტომ აი ეს დანიშნულება ქონდა ესეთი დაბალი ამ მუზეუმის წინსვლა ყოფილიყოს და ვიზიტორების სიმრავლე ყოფილიყოს. ნამდვილად.
შალო და თოლერბა არა მიაყოლე, ეგრე სად არის? მიაყოლე. ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ ისედაც მაღალზე რო ავსით. საგორჯილია არა. ეს საგორჯილია? ეს საგორჯილია? ხო, მაგრამ რაღაცა არ არის საგორჯილი. მათ ეს არ არის საგორჯილი. გიორგობას ძველად ეს არ არის საგორჯილი. მახსოვს არ არის საგორჯილი. არ არის. წარმოიშვა აფრიკაში, კენიაში, ტანზანიაში, უდუვაის ხეობაში და მოკლედ განსახლება ევროპასა და აზიაში და ყველაზე ძველი ძეგლი 2 მილიონი ნახევრის შემდეგ, რაც სოფლიოში არსებობს, არის დვანის. დვანის და მოხდა მისი განსახლება ევროპასა და აზიაში. დვანისის თარიღდება 1.7.800.000 წლით. იქ აღმოჩნდა 5 თავისკალა, 5 ყბა და ასობით პოსტკრანიალური ნაშთები, ეს არის ფალანგა, ნეკნი და ასე შემდეგ. 5 თავისგან 4 არის კლასიკური ჰომო ერექტუსი, გამართული ადამიანი. აფრიკული ტიპი. მეხუთე თავისგან, რომელიც აღმოჩნდა 2006 წელს და მეხუთე ბედნიერება ის პოვნის აბსოლუტურად სხვა არის. მე არ ვარ ანთროპოლოგი, არქეოლოგი ვარ, მაგრამ რომ ნახე, თორსე მივხვდი რომ ეს სულ სხვა ადამიანია. და ესეც აღმოჩნდა. ეს სახეობა არსად ნაპოვნი არ არის და ამიტომ მას ჰომო გეორგიკუსი დავაფიქრე. ჰომო არის ადამიანი, ადამიანი საქართველოსთან. ეს არის აბსოლუტურად სხვა, ანუ ხდებოდა თანაარსებობა ორი სახეობის მინიმუმ. ანუ როგორც შიმპანზე და გორილი. აი ესე არის. ორი სახეობა ცხოვრობდა ერთად. ის იყო ჰომო ერექტუსი და ეს არის ჰომო გეორგიკუსი. ინდივიდი არის სახეობაზე საუბრობ. 4 ერთი ჯგუფია და ეს არის ეხმანდელი კვლევების ჩემს სტუდენტებს მუშაობენ დვანიში და ეს არის არქეოლოგიის უბანი. სადაც არის ეს ეკლესია მე გითხარით ეს პირველი ექსპონატი რომელიც გადმოვიდა ეს როგორიც იყო ზუსტად ისეთივეა 4 ნავიანი ბაზილიკა ადრეული ქრისტიანული ხანაა ნუ მე-6 ნათმის შემისწორდა შეიძლება მართალიც აქვს შეიძლება რომ მოგვიანო არის ნერვი შეიძლება მე ამის არქიტექტურა სამწუხაროდ არ ვიცი თუ გაინტერესებთ შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია რა გვაქვს ამის ჩანახაზების და ყველაფერი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მინდოდა ამის გადახურვაც და რაღაც გაკეთე მაგრამ ნუ მე ვარჩიეთ ისევე დარჩეს ცოტა კარგად თავის სახეს ამდენ საუკუნეს გაუძლო და ეხლა მით უმეტეს ყოველ შემთხვევაში ნუ ისა მე ესე უყურებ ძეგლი როგორიც არის უნდა იყოს ძალიან ბევრი საფუძველი აი აქ არის კასპში და იმაში რომ დავდიოდი ძველი სამარხები ესაც წისქვილის ხო აგერ აი ეს არის ზეცახტელი ხო აი ესა გადაჭრილი არის უი მართლა უნაყოფობის შემთხვევაში ამის დასწორებას და იმას ვაპირებთ, მაგრამ შევასწორად ვერ გაიგოთ ეს და აუ რატო? ნუ რა ვიცი ახლა ყველაფერი მაგის საფლავებზე ახო. იმაში არ არის ეგეთი იგივე ნატახტაში. ხო, გახსოვს? ო ესეთია კაი, წავედით, მოკლედ ეს არის და აუი რა კაი შემოსასვლელია ისე ხო, ძალიან ლამაზია. როგორ ჩამოყავდა მიცვალებული კაცი. დააწვენე და შეხვალ? კი აბა საქართველოში გამაგარი. შავი ზუსტად ზოლში არის. წარმოდგენა და გადადის ხუბარი. აფხაზეთში. ხოგან არ ხდება აფხაზეთში ეს. აი ესეთი მეგალითური ნაგებობაა და აქ ხდებოდა მიცვალებულის დამარხვა. ეხლა მე დაგისვათ ერთ კითხვას. როგორ ხდებოდა ამაში მიცვალებულის შეტევა. ზემოდან და მე არა, ზემოდან ამას აკლია. ეს იხურებოდა. აი წარმოგიდგენთ ამ ხელა ქვებითაა აშენებული. ეს დახურული. რა ეს იყო კოლექტიური სამარხი. ერთისთვის არის. რამდენიმე ათეულობით დამწვარი შედიოდა. ძლები ჩამოკიდე. მართალი ბრძანდებით ეს იყო მეორადი დამარხვის წესი. ანუ დაიმარხებოდა სხვაგან, მე ხდებოდა ამსვენება და მე ხდებოდა მისი ძვლების შეტანა. ამას თავისი ხუთი ჰქონდა, რომელსაც მიახურავდა. ხო, ეს არის აი აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალიან ათეულობით. ეს გურია. ჩვენია. წამოდი. ნა. ანდა.
ისინი და მე მომჯანდით გურიაში დეპატიჟებით მე და ნატა. ხო აი მე ჩვენთან არ იქნება შუაში მაგალითად ჩახანა და ციცხი. ეს არის ბაბუებს. სექტიბოთი. ქურუმები ძირითადად ვიყინებით ხო. გამარჯობა. ჩვენ გიორგის მეგობრები ვართ. როგორც ყოველთვის ვიყინებით ხოლმე. ჩვენთან გენაცვალე იყო ნიკელის კრაუტენის პროჟიმიანი მე ვიწყება თურები და ყავას არ დაგალევი. სახში მე სახლი არა მაგრამ იპატრონებია. გატანებით კი არ არის. ანუ ახლა გური აქ არის. შენ ხარ იმიტომ რომ შენი წინაპარია და ჩარაფიქში ხარ. თავი სუქსია. ექსამდე ვერ მოვჩებით ეს. ფუგენგენ გეხოლენია. ჩამოკიდებდნენ ერთი ადგილით ან. დაადრე. ერთ ადგილს რეალებენ? გააჩნია როგორ მოიქცევი ან ერთს ან ორ. აზიური შექმნები. აბა, ქუსშური და რო გაწია. ძმია და რთული გასახდელია. საკმაოდ. ხო? განსაკუთრებით დიახ, ერთი ფეხი ერთი კუთხეში. განსხვავებული ტიპაა. აბა რომელი? აბა განსხვავებული. მაწვლის შესაძლებელი ჭურჭელი. აი როგორ. განსხვავებული. დაგიწყა? და აი, პოლიცი ჩიკა. ყავის ჩიკა, მოვიტანო გაზის ბალონი. მოვათუხთუხო. მომჯანდით სამეგრელოში მომჯანდით. მომჯანდით. რანი მარიც. მეორე მეგრე. იცი ხათი მეგრე. გაგნებაში არა. ნუ აი ახლა მივალთ გულის მხარეს მე დაგილაპარაკებ. აი ლევან ამაში გაიზარდე შენ აი ამას ბიჭო ეს არის სამეგრელოში ხართ მე-18 საუკუნეში დაახლოებით 300 წლის საქმეა. ვა 300 წლის ხაიების ოჯახი ცხოვრობდა სამი თაობა. ხო დაახლოებით 20 კაცამდე. ვა ორიგინალია ჭაბლის სახლია, არც ერთი ლუსმანი არ აქვს, როგორც ფაზლი ისე აწყობილი. ვა ეს არ არის მეგრულიო და ეს არის მეგრული საჯალაბო სახლი. აქ კიდევ სულ ბუნები, ზემოთ ხორცი და ბოლოდნენ, რომ შენახული ყოფილა. ნა შენ სულგუნი ხო არ შემოვიტანოთ. შემოიტანეთ დავანთოთ. ეს არის ჭრაკი, გელოდედა არ მოხვედი ჭრაკი ცოაბრიალეო. ხო აი აქ იყო ქონია ნერბო, ფითილი და როგორც სანთელი ისე ენტო. მე ცოტა რო განვითარდა ცხოვრება, ამას გაუკეთეს შუშა და ჭრაკი იქცა ლამპად. გოგოებო იმერეთი გელოდებათ. როგორია იმერეთი? მაგარია.
გამარჯობა. მაინც მოვედით. აუ რა, ნახე იმერლები. სად ავიხე? აქ რა ხდება? არ მოვდიოდი, დედა. აქ იწვნენ? ასე ჩა. ნახე. კი, ჭაჭკაში ვიყავით. აბა. ხო, აქ სხვანაირი. დახურო აქ. მოდი, აქედან მოდი. აი, ბალანსო ესე უჭირავს და ესე. მე ზოგჯერ ჩაჩქარებდა მაკეთებდნენ, ვერ ზომავდნენ და თვითონ შახულებდნენ. ანუ აი წელი და აი ამ სათითურებს ვიკეთებდნენ, რომ თითები არ გადაიჭრათ. არა და მანამდე იჭრიდნენ თითებს. მეც გიღებთ. იღავით? ეს არის ოსური. დარბაზი კი ესეც. ეს არის სოფელი სოხთა. სოხთაში ვართ ეხლა. სოხთა, სოფელი. ერდოიანის სახლია, სამწუხაროდ დაკეტილია. აი, მოვედით კახელებში. ქვიტკირის თუ რა ქვია მას. აბა. ნახეთ რა ხედზე ვართ. საოცარი ხედი. რა გრეია. აჰა, გაალაგეთ ხელები. ალბათ პირველ წერი აქედან ჩამ. ესე ფეხებით დავინახო როგორ უჭირავს.